გერმანელი მხატვრები და კავკასია ალბომი საქართველოს ხელოვნების სასახლემ გამოსცა. კატალოგში ხელოვნების სასახლეში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ზუგდიდის დადიანების სასახლეში და კერძო პირების კოლექციებში დაცული ნახატები და ფოტოებია თავმოყრილი. რომელთა უმეტესობაც პირველად დაიბეჭდა. პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში გაიმართა. აღბეჭდილი არის მასალა, ფერწერული ნამუშევრები და ფოტომასალა, რომელიც ეროვნულ მუზეუმში, დადიანების სასახლეში, ზუგდიდში და კერძო კოლექციებში ინახებოდა. ის თუ როგორ გადაქონდათ გერმანელ მხატვრებს მე-19 საუკუნის საქართველოს ტილოებზე, ეს ერთგვარად გარდა თავისი მხატვრული ღირებულებისა დოკუმენტური, ისტორიული დოკუმენტიც არის. ამ ტიპის კატალოგი პირველად გამოიცა, იქიდან გამომდინარე, რომ მართალია გერმანელი მხატვრების შემოქმედება საქართველოში კარგად იცნობენ, მაგრამ აქ არის რამდენიმე ინსტიტუციის, ჩვენი მუზეუმის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, ზუგდიდის დადიანების სასახლეების კოლექცია. აქედან გამომდინარე, აი ასეთმა სრულმა სპექტრმა გერმანული მხატვრობისა მე-19 საუკუნეში პირველად მოიყარა ამ კატალოგში თავი.